იყო ტყუპი, ნიშნავს სიცხოვრო სამყაროში, რომელიც სხვანაირად მოძრაობს. სადაც ერთი აზრი საკმარისი არ არის, სადაც ერთი რეაქცია არასდროს გამოხატავს იმას, რასაც სინამდვილეში გრძნობ. ტყუპის ბუნება ერთი სწორხაზოვანი ხასიათი არაა, ის ცოცხალი კონტრასტია, ფერების არეული ტალღა, რომელმაც შესაძლოა დაგაბნიოს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ეს არის ადგილი, სადაც სიმართლეს ორი მხარე აქვს. ორმაგობა, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა. ტყუპი დროთა განმავლობაში არ ყალიბდება ორად. ის თავიდანვე ასეთია, გონება, რომელიც ერთდროულად წინააღმდეგობრივად მოძრაობს. მერკურის სულისკვეთება. მათი მმართველი პლანეტა მერკურის სიმბოლოა სწრაფი აზრისა, ცვალებადობისა და კომუნიკაციის. ტყუპისთვის მოძრაობა არაა არჩევანი, ეს სუნთქვა. როცა ფიქრი ჩერდება, თითქოს მთლიანი სამყაროს წყვეტს არსებობას მათთვის. ამიტომაც შეიძლება ერთ წამს გელაპარაკოს ღრმა ფილოსოფიაზე და მეორე წამს სასაცილო ამბავი მოგიყვეს. რას ნიშნავს ორი მხარე? ტყუპის ორ მხარეში სინამდვილეში იმალება უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ორი ხასიათი. ერთი მხარე ავლენს იმას, რასაც სამყარო საჩვენებს, სწრაფს, კომუნიკაბელურს, სუბუქს. მეორე მხარე კი სიღრმეა, რომელიც თავადაც ვერ აჩვენა ბოლომდე. ეს დაპირისპირება არის მათი შინაგანი დიალოგი და ხშირად ის, რაც გარედან ჩანს, წინააღმდეგობა, სინამდვილეში მათსავე თავში მიმდინარე დისკუსიაა. ისინი არ ირგებენ ნიღაბს, ეს მათი თანხმედრის უნარია და არა თამაში. სწორედ ამიტომ ზოგი ამბობს, თვითონ არ იცის ვინ არის. არა და იცის, უბრალოდ ბევრი რამ არის ერთდროულად. შეუძლიათ იყვნენ ბავშვურად გახარებულები და იმავე წამს სევდიანები. არ ეგუებიან მხოლოდ ერთ როლს, ისინი ყველა სცენარით ცხოვრობენ ერთდროულად. გადაწყვეტილება შეუძლებელი მისიაა. მათთვის არჩევნის გაკეთება ხშირად თავის ტკივილად იქცევა. მიზეზი. ყველა ვარიანტში ხედავენ მიმზიდველს. არ სურთ გამორიცხონ რომელიმე მხარე, რადგან ორივეს იესმით. ეს მიდის იქამდე, რომ ზოგჯერ დამაბნეველად აღიქმებიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი ზედმეტად ღრმად აფასებენ ყველაფერს. როგორ აისახება ეს ურთიერთობებზე? ტყუპების ემოციური კავშირები როგორც წესი ორიენტირებულია აზრსა და ენერგიაზე. თუ ემოციური სივრცე ცვალებადია, ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ არის. მათთვის სიყვარული ჰგავს დიალოგს, უნდა მოძრაობდეს, უნდა ჟღერდეს, უნდა იცვლებოდეს. როგორ აღიქვამენ სხვები? გარედან ბევრს ჰგონია, რომ ტყუპი თამაშობს. თუმცა რეალობა ისაა, რომ ტყუპი ეძებს თავს იმ სირთულეებში, რასაც შიგნიდან ეძებს და როცა პოულობს, ის გულწრფელია. ტყუპის ორმაგობა არ არის უარყოფითობა, ეს მისი არსებობის სტილია. ის არ არის მხოლოდ ერთი რამ, იმიტომ რომ ცხოვრებაც არ არის მხოლოდ ერთი ფერი. ტყუპი ხანდახან გეტყვის ერთს, მაგრამ შეიძლება იგულისხმებოდეს სხვა რამ. ტყუპების ამბავი მხოლოდ იწყება. თუ გეგონა უკვე ყველაფერს მიხვდი, მოემზადე, რადგან მესამე სერია შეგახვედრებთ ტყუპების ძლიერ და სუსტ მხარეებს, რას ეფუძნება მათი შარმი და სად იმალება ის გამოწვევები, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. მოდი, ერთად გავიცნოთ ტყუპების გული, ვნახოთ, რა ხდის მათ უცნაურად მიმზიდველებად და რამდენად ადვილია იყო ტყუპი. ტყუპისთვისაც კი. თუ ეს ამბავი შენს გულს შეეხო, დააჭირე მოწონებას, გამოიწერე არხი და გააზიარე იმასთან, ვინც თავს ტყუპის ბუნების განიცავს. მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ვერ ხვდება, რა სიმდიდრე იმალება ამ წინააღმდეგობებში.